ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად უამრავი კითხვა ჩნდება კვებასთან დაკავშირებული. ამჯერად სწორედ ჩვენი კვებითი შუქნიშნავანი საგანგებოდ გურმანიისათვის რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გთავაზობთ. რასაკვირველია დავიწყებთ მწვანე ზონით და დავიწყებთ წყლით. დიახ, ზაფხული გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილება წყალზე მკვეთრად იზრდება. თუ ჩვენ ნორმალურ შემთხვევაში ვარაუდობთ 8-10 ჭიქა წყალს, აქედან ყოველი ჭიქა გულისხმობს 200 მილilitrს, ამ შემთხვევაში ჩვენი გაზრდილი მოთხოვნილება ნიშნავს იმას, რომ დღიული მოხმარება 2 ლიტრს უნდა აღემატებოდეს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, გარემოს მაღალი ტემპერატურა, ცხელი შხაპი, ფიზიკური დატვირთვა, ბანაობა აუში ან ზღვაში კიდევ უფრო ზრდის ორგანიზმის მოთხოვნილებას წყალზე. ამიტომ თქვენ უფრო მეტი გულმოდგინებით უნდა დალიოთ წყალი. გაითვალისწინეთ ერთი წესი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სითხეზე და ვგულისხმობთ მაგალითად ჩაის, ყავას, ლუდს, ეს არ გახლავთ სასმელი წყლის ალტერნატივა. უფრო მეტსაც გეტყვით, ხშირ შემთხვევაში ასეთი პროდუქტები თავად ხდება წყლის დაკარგვის მიზეზი. ამიტომ თუ თქვენ სითხის შევსებას ცდილობთ მაგალითად გაზიანი სასმელით, ალკოჰოლით, ლუდით და სხვა ტკბილი სასმელით, თქვენ იმაზე მეტი წყალი გჭირდებათ, ვიდრე სხვა შემთხვევაში დაგჭირდებოდათ. კიდევ ერთი აუცილებელი პირობა. ჩვენ წყალთან ერთად კარგავთ ზაფხულში მინერალებს. მაგალითად, როდესაც თქვენ ბევრს უფლიანობთ, ეს ნიშნავს, რომ დაკარგეთ ბევრი მინერალური ნივთიერება. ამიტომ შესავსებად საჭიროა ცხადია მინერალური სითხეები, მაგრამ საკვებს არ დავაყოლოთ და არავითარ შემთხვევაში არ ვცადოთ მინერალური წყლით სასმელი წყლის ჩანაცვლება. კიდევ ერთი წესი. მწვანე ზონასთან დაკავშირებული ყველა პროდუქტი სასარგებლოა, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე ჰიგიენის თვალსაზრისით. ხელებს ვიბანთ გულმოდგინედ და ძალიან კარგად მოთმინებით ვრეცხავთ ხილსა და ბოსტნეულს, რადგან ზაფხულში განსაკუთრებით საჭიროა ჰიგიენის დაცვა. ამავე დროს თუ პროდუქტის სანდოობაში, თუ პროდუქტის ხარისხში ეჭვგეპარებათ, არ მოათავსოთ ასეთი პროდუქტი მაცივარში. მაცივარი არ გვიცავს პროდუქტების დაზიანებისაგან, უფრო მეტიც, თუ პროდუქტს ვერ შევამჩნიეთ დაზიანება და ასეთი პროდუქტი აღმოჩნდა მაცივარში, გახსოვდეთ, ის აუცილებლად გაფუჭდება. ანუ მაცივრის დადებითი ტემპერატურა ხელს უწყობს სწორედ ამ პროდუქტებს სხვადასხვა პრობლემის განვითარებაში. რაც შეეხება კვერცხს, კვერცხი აუცილებლად უნდა გავრეცხოთ და გავრეცხოთ არა ცივ წყალში, არამედ თბილ წყალში, გულმოდგინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყენოთ და ამის შემდეგ შევინახოთ. ჩვენ არ შეიძლება დიდხანს გამოვიყენოთ უკვე მოხარშული კვერცხი, ან არ შეიძლება დიდხანს დავაყოვნოთ კვერცხი სხვა თერმული დამუშავების შემთხვევაში. როდესაც ვლაპარაკობთ რძის ნაწარმზე, გამოვიყენოთ მხოლოდ ადუღებული რძე და გამოვიყენოთ აუცილებლად მარილწყალში ნადები ყველი არანაკლებ 2-3 თვისა. კიდევ ერთი, თერმული დამუშავების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ ხორცს. რასაკვირველია, ბევრ თქვენგან შეიძლება უყვარს ცვრიანი მწვადი ზაფხულში, მოლზე, მაგრამ უმჯობესია კარგად მოხარშული, თერმულად კარგად დამუშავებული და არა შებოლილი, დაშაშხული, დამარილებული საკვები. და წითელი ზონა. როდესაც ჩვენ ზაფხულში ვსაუბრობთ საკვების უსაფრთხოებაზე, არ დაგავიწყდეთ კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი. ეს პროდუქტები განსაკუთრებით ზაფხულში არის სახიფათო და კიდევ ერთი რჩევა. როდესაც ვსაუბრობთ წითელ ზონაზე, არ დაგავიწყდეთ სახლში მომზადებული კონსერვები, ასევე სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის. და ზოგადად, როდესაც ჩვენ ზაფხულის კვებაზე ვსაუბრობთ, ეცადეთ მაქსიმალურად ისარგებლოთ სეზონური პროდუქტებით, გამოვიყენოთ სეზონური პროდუქტები რაციონალურად, არანაკლებ 300-400 გრამი ხილისა და ბოსტნეულისა უნდა მიიღოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში და ამავე დროს ჩართოთ ცილოვანი კომპონენტი, ცხადია სასურველია რომ ეს იყოს მაგალითად ნადუღი, ხაჭო, უსაფრთხო ყველი და გაითვალისწინოთ კვერცხი, მაგრამ კარგად მოხარშული და არავითარ შემთხვევაში უმი. გამოვიყენოთ ზაფხული იმისათვის, რომ კარგად მოვემზადოთ შემოდგომისათვის და გქონდეს გაძლიერებული მდგრადი იმუნური სისტემა იმ ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც წინ გველოდება.